პუტინი და მისი პროპაგანდისტები ქართულ ოცნებას აქებენ. რითი შეიძლება აიხსნას ეს? პირველი, ქართული ოცნება რუსეთის ინტერესებს ატარებს, ან მეორე, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსეთი ცეცხლზე ნავთს ასხამს და ამით საქართველოში არეულობის გამოწვევას სურს. მოდით განვიხილოთ ორივე ვარიანტი. თქვათ, რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს და საქართველოში ეროვნულ მთავრობას უჭერს მხარს. იმას თავი დავანებოთ, რომ ეს უცნაური იქნებოდა, რადგან რუსეთი ჩვეულებრივ ღიად აკრიტიკებს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკას და ასევე ღიად უჭერს მხარს თავის სატერიტორიულ რეჟიმებს. მოდით უბრალოდ შევხედოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. რა ხდება საქართველოში? მოქალაქეების თითქმის 20% სოციალურ დახმარებას იღებს. ბავშვების შიმშილობის მაჩვენებელი საგანგაშოა. ეკონომიკური განვითარების ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. ჩვენი სამშობლო ახალგაზრდებისა და კვალიფიციური კადრებისაგან იცლება, რადგან საქართველოში ქართველები მომავალს ვეღარ ხედავენ. ჩვენს თანამოქალაქეებს, სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებს ფეხქვეშ მიწა ეცლებათ და თავზე სახლები ენგრევათ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მათი ხმის შემსმენი არავინაა. ჩვენ სულ უფრო დამოკიდებულები ვხდებით რუსეთზე ეკონომიკურად და სულ უფრო შორდებით დემოკრატიულ ღირებულებებს. შედეგად პოლიტიკური კულტურითაც სულ უფრო ემსგავსებით რუსეთს. რუსეთში პროტესტის გამოთქმის გამო რეპრესიები ჩვეულებრივი ამბავია. იქ სახელმწიფო ადამიანს სრეს. ამის მზარდი ტენდენცია საქართველოშიც. აქციაზე დაკავებულ ადამიანებს პოლიციის მანქანებში აწამებენ. სახლისაკენ მიმავლებს უკანონოდ ჩხრეკენ და აკავებენ კამერების თვალწინ. აქტიურ მოქალაქეებს სახლში უვარდებიან. სახელმწიფო ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს ქირაობს იმისათვის, რომ პროტესტის მონაწილეები დააშინოს, ცემოს და წინააღმდეგობა ჩაახშოს. ეს რუსული მეთოდებია. ევროკავშირში ასე არ ხდება. დავსვათ კითხვა. ვის ინტერესებში ასეთი საქართველო? ქართველი ხალხის თუ რუსეთის? რუსეთს უნდა რომ ჩვენ ვერ შევდგეთ სახელმწიფოდ, არ გქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, აქ არ იყოს ადამიანის უფლებები დაცული, ვიყოთ ღარიბები, დაუცველები და უმოკავშირეები. რუსეთი ქართულ ოცნებას იმიტომ აქებს, რომ ის ამ ყველაფერს ასრულებს.